მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი შედეგი, როგორ დავიკელი წონაში და როგორ მივაღწიე დღეს ამ ჩემს სასურველ ფორმებს. კიდევ ერთხელ გაგეცნობით, მე ვარ ია კვაჭანტირაძე, უკვე 44 წლის. ჯანსაღი ცხოვრების ცენტრში სუსტად 3 წლის წინ მოვხვდი. და რატომ? ძალიან ბევრი არასწორი კვებიდან, არასწორი ცხოვრებიდან, არასწორი რეჟიმიდან გამომდინარე დამერღვა ფორმები ფაქტიურად. მქონდა ძალიან დიდი მუცელი, ძალიან დიდი გვერდები, მთლიანადაც ჩემი თავი ვიზუალურად არ მომწონდა და ვიყავი ჩვეულებრივი დედაკაცი, ასე რომ ვთქვათ, ასაკოვანი და ამაზე მქონდა ყოველთვის პროტესტი. შემხვდა ძალიან მაგარი კვების კონსულტანტი, რომელმაც კვება დამიბალანსა. მასწავლა აბსოლუტურად ყველაფერი. შემაჩვია ამ სისტემას, დამიდგა გვერდით, მაძლევდა ყოველდღიურ მოტივაციას, იყო ყველანაირად ჩემს გვერდით და მე დღითი დღე ხვდებოდი სარკეში რო ვიყურებოდი, თუ როგორ მეცვლებოდა ფორმები, როგორ იცვლებოდა ია და სულ სხვანაირი ია იყო ყოველდღიურად სარკეში და ეს ყოველდღიურად მოტივაციასაც მაძლევდა და ვიყავი ძალიან ბედნიერი ხალხო. 25 კილო ცოტა არ არის. მე ამას ვინარჩუნებ და კიდე მინდა დაკლება -10 კილო უნდა მოვიკლო უეჭველი წონისკლობის პროგრამაზე ვარ და ჩვეულებრივად ვაგრძელებ არანაირად არ მიჭირს. რაც მოვიკელი, ის აღარ მომიმატებია, ხვდებით რა შეასაქმე. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ეს რა არის. სანამ ამ სასურველ წონასზე დავიდოდი, ძალიან ბევრი მეთოდი ვცადე, აბსოლუტურად ყველაფერი. მე ძალიან კარგად მესმის თქვენ და რატო ვწერ ახლა ამ ვიდეოს, ხვდებით? თუ კი რამეს გავიგებდი. ჩაი იქნებოდა, ტაბლეტები იქნებოდა, აბები იქნებოდა, თურქეთიდან გამოწერი თუ ჩინეთიდან, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ქვეყანას და ქალაქს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სოციალურ ქსელში ვნახავდი თუ ინტერნეტში ვნახავდი, ყველაფერს აბსოლუტურად ვაკეთებდი, ვყიდულობდი, მომქონდა, ვსვავდი, ვიღაცა მირჩევდა, ია ეს კარგია, ეს გამოგადგება, იმისგან გავიგე თურმე ესე ყოფილა, ანუ როგორც ხდება ხოლმე. ყველაფერი გამოვცადე და ბოლოში იცი რა მივიღეთ? იმ დონეზე გავიუბედურე ჩემი კუჭნაწლავი, ბოლოს აღმოჩნდი ერთ მშვენიერ დღეს კლინიკაში. ვეღარ საჭმელს ვირგებდი, დამემართა კუჭის პრობლემები, ღვიძლის პრობლემები, ნაღვლის პრობლემები, სათვის ვერც წონაში მოვიკელი, ვერც ფორმები შემეცვალა და ვიყავი გაუბედურებული. მოხდა ისევ, რომ ამის შედეგად ძალიან ბევრი თანხა დავხარჯე მკურნალობაში, რომ მე ადამიანად დავმდგარიყავი. როცა უკვე ჩავამთავრე ეს ყველაფერი და წონა ისევ ისე იყო, ჩემი თავი დავინახე იმაში, რომ მეთქი ია გადარჩი დაწი აღარაფერი აღარ გიჭირს. კიდევ ერთხელ ვაგრძელებ იმას, ჩემა ძვირფასმა კვების კონსულტანტმა დამიბრუნა არაჩვეულებრივი ფორმები, არაჩვეულებრივი გარეგნობა და ყველა იმას რომ მეკითხებოდა, ია რა გააკეთე, ესეთი რითი დაიკელი. რითი ჩემო და სწორი კვებით. კიდევ ერთხელ ვაჟღერებ და ძალიან ბევრჯერ ვიტყვი ამას. რასაც ვჭამთ, ის ვარ ჩვენ. ჩვენ თუ დღეს ვჭამეთ 1 კილო ხორცი ქონიანი. ყველი მჭადთან ერთად ხაჭაპური, ფასფუდები, კოკაკოლები, გაზიანები და მე ვკვდებით. ვეღარ ვინელებთ, ვეღარ ვსუნთქავთ, ვარ უენერგიოთ, ვართ უხასიათო და აი იტყვიან ხოლმე კუჭნაწლავის პრობლემები და ეს ძალიან ასე ვთქვათ, დანაყრება ხასიათში გადააგდით. ხო, აი, ცუდ ხასიათზე ხართ, იმიტომ რომ იმას მონელება ხო უნდა, ანუ პატარა კუჭია, ამ პატარა კუჭში რომ ამდენ საკვებს გაზიან საჭმელებს ჩაუშვებთ, იმან როგორ უნდა იმუშაოს, როგორ უნდა გადაამუშაოს, იმიტომაც არის ყველაფერი გადადის მერე შაქარში, ცხიმში, ქონში და ფაქტიურად კი არის იკლები, იმატებ წონაში, ფუმფუდები, ხარ დასიებული, შეშუპებული და გაუბედურებული. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი არის კვება. ძალიან მარტივია. მე ამ ხნის განმავლობაში დავიკელი 25 კილო, თქვენ რა გგონიათ? მე პრობლემები არ მქონდა, ან არ მაქვს. ძალიან ბევრი ტკივილი იმალება აი ამ სახის უკან. ბევრი სტრესი და ბევრი რაღაცა ისეთები, რაც ბევრმა არ იცის, ხო? მაგრამ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების მომენტია, ყველას აქვს რაღაც მეტნაკლებად და არავინ არ არის დღეს, ასე ვთქვათ, ყველა რაღაცით სრულყოფილი და ბედნიერი.
მე სტრესის გამო მოვიმატე და არასწორი კვების გამო, ხვდებით? აქედან გამომდინარე, მე გამოვედი ამ მდგომარეობიდან, მე ყველაფერი დავძლიე, ფეხზე დავდექი, დავისახე მიზანი და ვთქვი, ია, შენ კიდევ ერთხელ შეძლებ ამ ყველაფერს და მე წინ წავედი. მე არასოდეს არ დავიხე უკან, რომ მეტად ჯანმრთელი ვიყო, მეტად ბედნიერი ვიყო, მეტად მიზანდასახული ვიყო, ხვდებით? მე იმ დონეზე დავიკელი წონაში, იმ დონეზე შევცვალე საკუთარი თავი ჩემი კვების კონსულტანტის დახმარებით. მე დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე და იცით ვარ ბედნიერი? ისინი ბედნიერი თვალებით რომ იყურებენ, ბედნიერი სახით რომ იყურებენ, ყოველდილას ჩემს ზარს რო ელოდებიან, ჩემი ხმის გაგონებას რო ელოდებიან, ჩემს მოკითხვას, გვერდით დგომას რო ელოდებიან და მოტივაციას, აი ამითი ვარ მე ბედნიერი. ეს არის ჩემთვის ყველაფერი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, არასოდეს არ დაკარგოთ იმედი, რომ რამე არ გამოგივა ცხოვრებაში. ცოცხალ ადამიანს აბსოლუტურად ყველაფერი გამოუვა. ყველას ყველაფერი გამოვართ. მთავარია მიზანი დაისახო და ეს არ გადადო უსასრულობით ხვალ ზეგ 1 წლის შემდეგ. გინდა ეხლავე. ეხლავე დაიწყე, ეხლავე დარეკე, ეხლავე შეაწუხე, ეხლავე წადი, ეხლავე გააკეთე ის საქმე, ეხლავე იყიდი. ანუ ხვალ არ არსებობს ხალხო, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ცხოვრება ძალიან პატარაა, ამიტომ დღევანდელი დღით გადაწყვიტეთ ყველაფერი. და აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივათ. დაიბალანსეთ კვება, შეიცვლით ფორმებს, შეიცვლით ჯანმრთელობას და იქნებით ყველაზე ბედნიერი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ კი მარტო ამას ვერ ახერხებთ, მე შემიძლია გავხდე თქვენი პერსონალური კვების კონსულტანტი და თქვენი ცხოვრება შევცვალოთ 100%-ით. იმიტომ რომ თქვენ წონაში დაიკლებთ, ფორმების შეგაცვლება, გექნება მეტი ენერგია, მეტი мотиваცია ცხოვრებაში და იქნებით ყველაზე ბედნიერი. ასე რომ გიორგობას გილოცავთ, მრავლად დაესწარეთ, წინსვლა, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება არ მოგაკლოთ უფალმა. უფალი იყოს თქვენი მფარველი.